ორგანიზაციამ ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის თბილისის მეორე რეგიონული კონფერენცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობდა. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად კონფერენციას ადგილობრივი წარმომადგენლობა და საქართველოს ახალგაზრდა ლიბერალები უწევდნენ ორგანიზებას. დღის განრიგი საკმაოდ დატვირთული იყო. ძალიან გამიხარდა, რომ დღეს ჩატარდა საქართველოში რიგით მეორე რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ატარებს. დღეს ვნახეთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, სადღაც 250-ზე მეტი სტუდენტები, მოსწავლეები და ზოგადად ახალგაზრდა ხალხი იყო მოსული, რომლებიც დაინტერესებული არიან თავისუფლების იდეით და ვთვლი, რომ ძალიან კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ მომავალში ბევრი სასიკეთო ცვლილებები მოხდეს ამ იდეოლოგიური მიმართულებით. ღონისძიებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპიკერები მასპინძლობდნენ. საკმაოდ დიდი დასწრება არის, საინტერესო კითხვები იყო აუდიტორიიდან, რაც კარგია, მე მახარებს ის, რომ ამ რეალობაში ჩვენ დღეს ვართ, როცა ხალხი მაინც და მაინც არ არის დაინტერესებული პოლიტიკით და ზოგადად სიტყვა პოლიტიკა მაინც და მაინც არ არის კარგი სიტყვა და ათვალწონებულია, ამ და არსებობს ამდენი ახალგაზრდა, რომელსაც რეალურად აინტერესებს რა ტიპის პოლიტიკა იქნება კარგი ქვეყნისთვის ამა თუ იმ მიმართულებით და ის ძალიან სასიხარულოა. ჩემი ხმით კონფერენცია, რომელიც არის ორგანიზებული სტუდენტების მიერ თავისუფლებისთვის ერთ მნიშვნელოვან შედეგს ემსახურება. ეს არის ინფორმირება სტუდენტების ძალიან ფართო მასის, რომ არსებობს განსხვავებული, ალტერნატიული და ბევრად უფრო წარმატებული გზა ცხოვრების ორგანიზების. ეს არის გზა ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით. ღონისძიების სხვადასხვა ბლოკებში საუბარი შეეხო ეკონომიკურ თავისუფლებას, საქართველოს თანამედროვე გამოწვევებს, თავისუფლების იდეებსა და მის მნიშვნელობას. ეს კონფერენცია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო იქიდან გამომდინარე, რომ დავაგროვეთ სოდნა იმ სფეროში, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ და მომეცა საშუალება, რომ ჩემი იდეები განმესაჯაროებინა და სხვებთან ერთად განმეხილა და ძალიან მომხრევარი იმ აზრის, რომ მსგავსი კონფერენციები საკმაოდ ხშირად ჩატარდეს ხოლმე, რომ ახალგაზრდებს მოგვეცეს მსგავსი შესაძლებლობები. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. მასში კი მონაწილეობა 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ღონისძიების ინტერნეტ პარტნიორი საინფორმაციო სააგენტო Freeview გახდათ.